წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზიაში დღეს მე-6 კლასელებმა რუსულენოვანი ღონისძიება ყვავილების მეჯლისს მიუძღვნეს. წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია საზოგადოებას არაერთი ლამაზი ღონისძიებით ანებივრებს. მე-6 კლასელებმა დღესაც საინტერესო, თუმცა უჩვეულო ღონისძიება შესთავაზეს მაყურებლებს. გიმნაზიელების სტუმრების წინაშე არა მშობლიურ, არამედ რუსულ ენაზე ამეტყველდნენ და ყვავილების მეჯლისი წარმოადგინეს. ლამაზ მელოდიას ლექსი მოჰყვა, ლექს სიმღერა, ვარდი, გვირილა, იასამანი, შროშანი, ია, ერთმანეთში ირეოდა და ნამდვილ გაზაფხულის სურათს ქმნიდა. თავიდან არ გვეგონა თუ გამოვიდოდა, იმიტომ რომ რთული გვეგონა ტექსტების სწავლაც ცოტა იმდენად არ გამჭირებია, რადგან ქართულადაც ვიცოდით, ანუ შინაარსი ყველა სიტყვის, მაგრამ მაინც ახლა სხვა ენაზე რო იყო, პირველად გავაკეთეთ ასეთი ღონისძიება. დაწყების წინა ცოტა ნერვიულობდით, მაგრამ როცა დაიწყო და უკვე კარგად წავიდა ყველაფერი, შემდეგ მოგვეხსნა ყველანაირი. რაც ჩვენ ჩაფიქრებული გქონდა, იყო ის, რომ ბავშვები უფრო მეტად მიახლოვებოდნენ მეზობელი ქვეყნის კულტურას. უფრო მეტი ცოდნოდათ იმ ენაში, რომელსაც მე ვასწავლი. ყვავილების დღესასწაულთან ერთად იყო ტრადიციების დღესასწაული, ცეკვის, სიმღერის, ფოლკლორის დღესასწაული და ჩვენ მივესალმებით ყველა ამ ღონისძიებას. გიმნაზიელები სულ ცოტა ხნით დაგვემშვიდობდნენ და საგზად ლამაზი სიმღერა გამოგვატანეს.